ეკონომიკური ზრდა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა. საქართველოს მთავრობის გრძელვადიანი და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია. მიმდინარე კვირას მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იმ მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით მთავრობის ეფექტიანმა მუშაობამ მოუტანა. მზარდი ეკონომიკა, ისტორიულ მინიმუმამდე შემცირებული უმუშევრობა, მაღალი დასაქმების მაჩვენებელი და საშუალო ხელფასის ისტორიული მაქსიმუმი. ეს მხოლოდ ნაწილია მზარდი ეკონომიკის ეფექტისა, რომელიც ჩვენს ქვეყანას არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბითაც გამოარჩევს. 2025 წელი ეკონომიკური ზრდით დაიწყო. პირველი კვარტლის მონაცემებით ზრდამ 9.3% შეადგინა. აპრილის მონაცემებით ეკონომიკურმა ზრდამ 7.4% შეადგინა. 4 თვის ჭრილში კი ზრდა 8%-ს აღემატება. ქვეყანაში მცირდება სიღარიბე. 90-იანი წლებიდან მოყოლებული სიღარიბემ პირველად ერთნიშნა მაჩვენებელი აჩვენა და 11.4%-დან 9.4%-მდე შემცირდა. 2025 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით დასაქმებულთა რაოდენობა 21,000-ით გაიზარდა. ჯამში 2022-25 წლებში დასაქმებულთა რაოდენობა 185,000-ით არის მომატებული. გაიზარდა საშუალო ხელფასი 1,300 ლარიდან 2,217 ლარამდე. აშკარაა, რომ ეკონომიკური ზრდა, რომელიც ფიქსირდება ქვეყანაში, აისახება მოსახლეობის ფართო ფენებზეც. თავარია, რომ ჩვენ ამ ტემპით გავაგრძელოთ წინსვლა, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა არის სიღარიბის საბოლოო დაწლება და რა თქმა უნდა, ეკონომიკური ზრდა არის ამისთვის გადამწყვეტი. შესაბამისად, მთელი ყურადღებით უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ უზრუნველყოთ მომავალშიც სწრაფი ეკონომიკური ზრდა. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ამოცანები 2028 წლისთვის, საპროგრამო ამოცანა, რომ უმუშევრობა ჩამოსდეს 4%-იან ნიშნულს, საშუალო ხელფასი გადაცდეს 3,500 ლარს. ვფიქრობთ, რომ არსებული ტემპებით მიზნები არის შესრულებადი და არჩენი არის თავდაპირველად ჩვენზე დამოკიდებული. ის, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდა მდგრადია, ამას ადასტურებს რამდენიმე დღის წინ მსოფლიოს სავალუტო ფონდის გადაწყვეტილება, რომლითაც 2025 წელს საქართველოს ეკონომიკური პროგნოზი ფონდმა 6%-დან 7.3%-მდე გაზარდა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლება არ აპირებს მიღწეულ შედეგებზე გაჩერებას. ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობის შემუშავებული პოლიტიკის ეფექტურობა და ეკონომიკის ზრდის დინამიკა აძლევს საშუალებას კიდევ უფრო ამბიციური გეგმები დასახოს. ეს გეგმა სიღარიბის 4%-მდე შემცირებას გულისხმობს. მე მინდა შეგახსენოთ, რომ 2012 წელს, როდესაც ქართულმა ოცნებამ გადაიბარა ხელისუფლება, სიღარიბის ხარჯს მიღმა ცხოვრობდა 1,100,000-ზე მეტი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში. ეს მაჩვენებელი უკვე ჩამოწდა 350,000. რა თქმა უნდა, წინსვლა არის აშკარა, თუმცა ჩვენი საბოლოო ამოცანა არის სიღარიბის განულება ჩვენს ქვეყანაში. მივდივართ სწრაფი ტემპით ამ მიმართულებით და აქაც გვაქვს კონკრეტული საპროგრამო ამოცანა. მინდა რომ 4%-ს ჩამოწდეს ეს მაჩვენებელი 2028 წლისთვის, ეს არის აბსოლუტურად რეალური. შესაბამისად, ამ ტემპით საშუალო პერსპექტივაში ჩვენ შეგვიძლია რეალურად აღმოფხვრათ მთლიანად სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში. ამბიციური მიზნების მიღწევა რეალურია. მთავრობამ რეგიონში მიმდინარე ფართომასშტაბიანი ომის, ლოკალური რეგიონალური კონფლიქტებისა და მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე ინფლაციური პროცესების მიუხედავად შეძლო ეკონომიკის ზრდის, არა მხოლოდ შენარჩუნება, არამედ ტემპის გასაუმჯობესებლად შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა. საქართველომ 2024 წელს ეკონომიკური ზრდით გაუსწრო არა მხოლოდ რეგიონის ქვეყნებს, არამედ გამორჩეული იყო ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბითაც. მაგალითად 2024 წელს ევროზონის ეკონომიკა მხოლოდ 0.83%-ით გაიზარდა. ყველა მაჩვენებლებში, რომელიც საერთაშორისო შემსწავლებელი ორგანიზაციები აქვეყნებენ, იკვლევენ მსოფლიოს მასშტაბით, საქართველო არის ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა მსოფლიოში ბიზნესის კეთილსაიმედო განვითარების თვალსაზრისით. საქართველოს გამორჩეული ზრდა რეგიონსა და ევროპაში, რეგიონში და მსოფლიოში. არა მარტო ევროპაში, მსოფლიოში გამორჩეულია საქართველოს ეკონომიკის ზრდა და თუ კონტექსტსაც გავითვალისწინებთ, რომ ჩვენ ევროპაში ვართ განსაკუთრებულად მაღალია ჩვენი ის ტემპი, ვიდრე ევროპული ქვეყნების, ვიდრე მეზობელი ქვეყნების, ვიდრე რეგიონის ქვეყნების, ეს პირდაპირ აჩვენებს, რომ საქართველო ნამდვილად არის ოაზისი
და მიზიდულობის ცენტრი ბიზნესის განვითარების, სამწარმოო საქმიანობის განვითარებისათვის. და საერთაშორისო შემსწავლებლებიც კიდევ ერთხელ ვიტყვი, ამას ადასტურებენ. საქართველოს არის მედეგი, ძლიერი ფისკალური პოლიტიკა, ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკა, სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც დაფუძნებულია მშვიდობაზე და დაფუძნებულია პრაგმატულ მიდგომებზე. დაფუძნებულია კერძო სექტორის მხარდაჭერაზე, რა თქმა უნდა, გაამართლებს და ამართლებს. სტაბილური ზრდა რომ შენარჩუნდეს და ეკონომიკა კიდევ უფრო გაჯანსაღდეს. პრემიერ-მინისტრმა მიმდინარე კვირაში გამართულ მთავრობის ხდომაზე მინისტრთა კაბინეტს ახალი ეკონომიკური გეგმები გააცნო. სახელმწიფო საწარმოების ოპტიმიზაცია და მათი სრულფასოვანი რეფორმა. პრემიერ-მინისტრის ახალი ინიციატივა, პროცესი, რომელიც გულისხმობს მენეჯმენტის ცვლილებას და სისტემის გაჯანსაღებას. შტატების ოპტიმიზაციის პროცესის პირველი ეტაპი უკვე მიმდინარეობს საქართველოს რკინიგზასა და ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებში, რის შედეგადაც 52,9 მილიონი ლარი დაიზოგა. ირაკლი კობახიძის თქმით, ოპტიმიზაციის პროცესი ხარჯვის ეფექტიანობის ზრდასთან ერთად მოიცავს თავად მართვის ხარისხის გაუმჯობესებას და შესაბამისად საწარმოების ეფექტიანობის გაზრდას. პრემიერის თქმით, ანალოგიური პროცესები უნდა წარიმართოს სხვა სახელმწიფო საწარმოებშიც, სიპებსა და შპს-ებში. ეს არის პირველადი მონაცემები, ვფიქრობთ, რომ ეს 52,9 მილიონი კიდევ უფრო გაიზრდება, შეიძლება 60 მილიონსაც გადააჯარბოს. ასევე რაც შეეხება საერთო ოპტიმიზაციას, თუ გავყვებით სხვა სახელმწიფო საწარმოებს, სიპებს, შპს-ებს, ვფიქრობ, რომ შეგვიძლია 100 მილიონსაც ავწდეთ წლიურ ჭრილში ეკონომიის თვალსაზრისით. ვფიქრობ, რომ ეს იყო უპირობოდ გასაკეთებელი, რა თქმა უნდა, დაწყებულია ძალიან სწრაფი ტემპით ეს პროცესი. ოპტიმიზაცია არის ერთი მიმართულება, რაც მოგცემს ჩვენ როგორც ეკონომიის საშუალებას, ასევე ეფექტიანობის გაუმჯობესების საშუალებას, მაგრამ ამასთან ერთად არის მნიშვნელოვანი რეფორმები გასტარებელი სახელმწიფო საწარმოებში, იმისათვის, რომ ეფექტიანობის ხარისხი მაქსიმალურად გაუმჯობესდეს. მაქსიმუმი გაკეთდება იმისათვის, რომ გაჯანსაღდეს სახელმწიფო საწარმოების მართვის სისტემა ჩვენს ქვეყანაში, რაც დამატებით წაახალისებს ბუნებრივია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. განვიხილოთ საქართველოს რკინიგზის მაგალითი, სადაც ოპტიმიზაციის პროცესით 36 მილიონი ლარის დაზოგვა მოხდა. დაზოგილი თანხები ქართული რკინიგზის განვითარებისკენ იქნება მიმართული. საქართველოს რკინიგზის ბიუჯეტის და მისი ადმინისტრაციული საქმიანობის გადახედვის შედეგად ჯამურად 36 მილიონ ლარზე მეტი შემცირება მოვახდინე და ოპტიმიზირება. ეს მოგცემს საშუალებას, რომ ეს თანხა, ეს აღნიშნული შემცირებით მიღებული თანხა მივმართოთ უფრო პრიორიტეტულ, ასე ვთქვათ, მიმართულებებზე, ძირითადად ჩვენ ამჟამად საქართველოს რკინიგზას აქვს დანაკლისი და დეფიციტი მოძრავ შემადგენლობაში, სავაგონო პარკი და ასევე სალოკომოტივო პარკი არის საკმაოდ ასე ვთქვათ დანაკლის განიცდის. შესაბამისად ეს ოპტიმიზაცია გვაძლევს საშუალებას, რომ ეს თანხები მივმართოთ სავაგონო და სალოკომოტივო პარკის გაუმჯობესებისათვის. ასევე მნიშვნელოვანია გავამახვილოთ ყურადღება, რომ საოპერაციო საქმიანობის ოპტიმიზაციის ცვლილებებსაც ვახორციელებთ. ამოცანა არის, რომ საოპერაციო შემოსავლები გავზარდოთ და საოპერაციო შემოსავლები ხარჯებთან მიმართებაში იყოს უფრო ეფექტიანი. და ჯამურად კომპანიის ეფექტიანობა უნდა გაიზარდოს. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმა არის მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთი მოთხოვნა. ძლივს ისეთ რაღაცას გთხოვენ უცხოელები, რაც სახელმწიფოს ინტერესებს შეესატყვისება და ვფიქრობ, რომ არ იქნება სწორი ჩვენი მხრიდან არ შევასრულოთ შესაბამისი რეკომენდაციები. უახლოეს მომავალში მზადდება საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც საქართველოს პარლამენტს წარედგინება. პარლამენტი თავის მხრივ სწრაფად მიიღებს შესაბამის საკანონმდებლო პაკეტს, რათა საბოლოოდ განხორციელდეს სახელმწიფო საწარმოების რეფორმა. სახელმწიფო საწარმოთა ოპტიმალური მართვა, ოპტიმალური ფინანსების ოპტიმალური განაწილება არის უმნიშვნელოვანესი ზოგადად ქვეყანაში ფისკალური მდგრადობისთვის და სახელმწიფო საწარმოები ეს არის იგივე შპს-ები, ანუ ეს არიან კორპორაციები, რომლებიც დააფუძნა სახელმწიფომ და მათი მთავარი მიზანი როგორც ეკონომიკური კუთხით, ფინანსური კუთხით, ისე იურიდიული თვალსაზრისითაც არის, რომ იყვნენ მოგებაზე ორიენტირებულები. ჩვენ უნდა მივიდეთ ამ შედეგამდე, რომ სახელმწიფო საწარმოები იყვნენ მაქსიმალურად დიდ მოგებაზე და არა თუ ცენტრალურმა ბიუჯეტმა ასუბსიდიროს სახელმწიფო საწარმოები, არამედ აქეთ მათ შემოიტანონ ბიუჯეტში მნიშვნელოვანი კონტრიბუცია.
მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესების სამთავრობო პრიორიტეტის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია მომავალ თაობაზე ზრუნვა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ახალგაზრდებისთვის მოტივაციის ზრდა. მიმდინარე კვირაში გამართულ მთავრობის ხდომაზე პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ინიციატივის შესახებ ისაუბრა. საქმე ეხება სპორტული ინფრასტრუქტურის სპეციალურ პროგრამას, რომლის მიზანია არსებული სტადიონებისა და სპორტული მოედნების მოდერნიზაცია, ახალი სპორტული სივრცეების შექმნა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ქვეყანაში სპორტის მიმართ ინტერესი იზრდება, რაც ქმნის სპორტულ ინფრასტრუქტურაზე დამატებით მოთხოვნას. პროგრამის ფარგლებში ინვესტორებს მიეცემათ შესაძლებლობა იჯარით მიიღონ სპორტული ობიექტები და მოედნები 20 წლის ვადით, თუ საკუთარ თავზე აიღებენ მათ რეაბილიტაციას და ინფრასტრუქტურის მოწყობას. პირველი 10 წლის განმავლობაში ინვესტორები გადაიხდიან სიმბოლურ იჯარის საფასურს, ხოლო შემდეგი 10 წლის განმავლობაში საბაზრო ღირებულების შესაბამისად. პროგრამაში მონაწილეობა ნებისმიერ მეწარმე სუბიექტს შეეძლება, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი პროექტისა და საბანკო გარანტიის წარმოდგენას. ეს შეეხება როგორც საჯარო სკოლებთან არსებულ სპორტულ მოედნებს, ასევე სხვა საჯარო მიწის ნაკვეთებს, რომლებიც ამ ფუნქციით შეიძლება დაიდურთოს, თუ თავის თავზე აიღებს ინვესტორი შესაბამისი სივრცის მიწის ნაკვეთის რეაბილიტაციას და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას, სპორტული მოედნების მოწყობას, მათ 20 წლის ვადით აღნაგობის უფლებით გადავცემთ იჯარით შესაბამის მიწის ნაკვეთებს. 10 წლის განმავლობაში ისინი გადაიხდიან იჯარის სიმბოლურ საფასურს და შემდეგი 10 წლის განმავლობაში ისინი გადაიხდიან საფასურს საბაზრო ღირებულების შესაბამისად. რა თქმა უნდა, როდესაც საქმე ეხება სასკოლო სივრცეს, სასწავლო პერიოდში სკოლა ბუნებრივია ისარგებლებს საზღაურის გარეშე შესაბამის ინფრასტრუქტურით, ანუ ინვესტორი ვალდებული იქნება რა სკოლას სასწავლო პერიოდში დაუთმოს უფასოდ ანაზღაურების გარეშე. სპორტის მინისტრის თქმით, ქვეყანაში არსებობს მრავალი კეთილმოწყობილი სპორტული ინფრასტრუქტურა, თუმცა ინტერესი სპორტის მიმართ გაცილებით უფრო მაღალია. ამიტომ პრემიერის აღნიშნული ინიციატივა ხელი შეუწყოს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ბავშვთა სპორტის წახალისებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მომავალი თაობის ჯანსაღი მომავლისთვის. მოგესალმებით ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ცხოვრობს იმ დიდი გამარჯვებებზე, რა გამარჯვებებიც ბოლო წლების განმავლობაში ჩვენმა სპორტსმენებმა მოიტანეს, ეს არ ეხება მარტო ფეხბურთს, ეს არის იგივე კალათბურთი, რაგბი, წყალბურთი, ინდივიდუალური სპორტის სახეობები, უნიკალური გამოსვლა ჰქონდა ჩვენ სპორტსმენებს ოლიმპიურ თამაშებზე და ბოლო წლების განმავლობაში თქვენ ხედავთ, რომ რეალურად საქართველოს ცხოვრობს ამ დიდი ემოციებით და სიხარულით, რომელიც ჩვენ სპორტსმენებს მოაქვს. შესაბამისად, მოთხოვნილება იქნა გაზრდილი სხვადასხვა სპორტის სახეობების მიმართ და რა თქმა უნდა კერძო სექტორის დაინტერესებაც აქედან იქნა გამოწვეული, რომ ბოლო წლების განმავლობაში კერძო სექტორი გარკვეულ თხოვნებს აყენებდა იმ კუთხით, რომ მიგვეცა ნათვის საშუალება სხვადასხვა სახელმწიფო მიწის ნაკვეთებზე თუ ობიექტებზე დაშვებისა, რათა მათ განეხორციელებინათ ინვესტიციები სპორტულ ობიექტებზე, სპორტული ინვესტიციები, რა თქმა უნდა. შესაბამისად, მთავრობის პასუხი იყო აღნიშნული პროგრამის სარდგენა, რომელიც ითვალისწინებს ყველა სახელმწიფო ქონებას, როგორც მიწის ნაკვეთს, ასევე შენობა-ნაგებობას, რომელსაც სპორტული ინფრასტრუქტურის სახით არის წარმოდგენილი, რომ მარტივად დაუშვას კერძო სექტორის მოთხოვნები. დღეს მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს ის შესაძლებლობა, რა შესაძლებლობაც გააჩნია ქვეყანას. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში მრავალი ასეული მილიონი ლარი დაიხარჯა ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრმა ახალგაზრდა სპორტსმენების მოტივაციაზეც გაამახვილა ყურადღება. ირაკლი კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დაფასდეს ყველა იმ წარმატებული სპორტსმენის მიღწევა, რომლებმაც ქვეყანას გამარჯვებები მოუტანეს და საერთაშორისო არენაზე ასახელეს. სწორედ ამ მიზნით პრემიერ-მინისტრის განცხადებით ხვიჩა კვარაცხელია, კახა კალაძე და ზაზა ფაჩულია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დაჯილდოვდებიან. ჩვენ გვაქვს ტრადიცია, როდესაც აღმწვერვალებს ეყრობიან ჩვენი სპორტსმენები. წარუდგენთ ხოლმე მათ უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე და ფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის მოგება არის ზუსტად ის წარმატება, რაც ასეთ დაფასებას იმსახურებს. მას აქვს მიღებული გასულ წელს ნაკრებთან ერთად მიღებული წარმატებისთვის ღირსების ორდენი და ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის ვინა წარუდგინოთ ეს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე, ფიქრობ, რომ ეს არის ძალიან დამსახურებული ჯილდო, რომელსაც ის მიიღებს სახელმწიფოსგან, ამასთან დაკავშირებით ჰქონდა კონსულტაციები
საქართველოს პრეზიდენტთან ბალამეტის თავმჯდომარესთან და ერთხმად მივიღეთ რა თქმა უნდა ეს გადაწყვეტილება და საქართველოს პრეზიდენტი მას დააჯილდოებს უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოთი წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით. ჩვენ გვყავს ასევე ორი სპორტსმენი, რომელსაც უმაღლეს საკლუბო ტურნირებში აქვს მიღებული უმაღლესი ჯილდო. ეს არის ბატონი კახა გალაძე, რომელსაც ორჯერ აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა და ეს არის ზაზა ფაჩულია, რომელსაც სამჯერ აქვს მოგებული უმაღლესი საკალათბურთო საკლუბო ტურნირი. მიღწევები და აღიარებები არის ის, რაც სპორტსმენებს ყველაზე დიდ ბედნიერებას გვანიჭებს. თუმცა როცა საკუთარი ქვეყანა და ხალხი გაფასებს, ეს ყველაზე ძვირფასი ჯილდოა. ჩემთვის დიდი პატივია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარდგენა. ვფიქრობ, სპორტსმენები საკუთარ საქმეს ვაკეთებთ. იმას, რაც ყველაზე მეტად გვიყვარს და რაც ყველაზე კარგად გამოგვდის. ჩვენი საქმით წარმატების მიღწევა და თაობების ინსპირირება არის ყველაზე დიდი რისი მიცემაც შეგვიძლია ქვეყნისთვის. შემთხვევითი არ არის ასეთი პატარა ქვეყნიდან ამდენი წარმატებული სპორტსმენი რომ მყავს. ამიტომ მინდა განსაკუთრებით მოზარდებმა და სპორტსმენებმა დაიჯერონ, რომ ყველაფერი შესაძლებელია. ჩვენი როლიც ამაშია, რომ მათ შთაგონება მივცეთ და სწორი გზა ვაჩვენოთ. პრემიერის გადაწყვეტილება, რომ ხუჩა ყვარაცხელიას მიენიჭოს წმინდა გიორგის გამარჯვების ორდენი, იყო სწორი, დროული და რა თქმა უნდა ეს ახალისებს ჩვენ ახალგაზრდა თაობას, რომელიც დღეს იწყებენ სპორტულ ცხოვრებას, დღეს უყურებენ მათ მაგალითებს, როგორიც არის ხუჩა ყვარაცხელია და შესაბამისად დაწუნებული ვარ, რომ მომავალ თაობაშიც არის ბევრი ხუჩა ყვარაცხელიები და ბევრი ის პატარა ბავშვი, რომელიც ახალ მომავალში ჩემპიონთა ლიგის თასსაც აწევს. რა თქმა უნდა, დასაფასებელი იყო ასევე კახი კალაძის და ზაზა ფაჩურიას ამაგი, იმიტომ რომ კახი რომელმაც ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგის თასი და მის მაგალითზე ბევრმა დაიწყო რა თქმა უნდა სპორტში ჩართულობა და რა თქმა უნდა იყო უდიდესი წარმატება, როდესაც ზაზა ფაჩურიამ ორჯერ მოიგო NBA-ს ჩემპიონობა, არაოფიციალური მსოფლიო ჩემპიონობა და მათ შორის ერთხელ როგორც მენეჯერის სტატუსით. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს დაფასება უნდა. მთავრობა, რომელსაც უყვარს და აფასებს სპორტსა და სპორტსმენებს. ასე აფასებენ სპორტის სფეროში მოღვაწეები პრემიერის ინიციატივას. მე ძალიან მივესალმები, ამას და ძალიან მიხარია, რომ მოვიდა მთავრობა, რომელსაც სპორტი უყვარს და ძალიან მიხარია. და მე მინდა მადლობა უთხრა პრემიერ-მინისტრს, რომ ასეთი ინიციატივით გამოვიდა და ესე იკეთება საქართველოში ინფრასტრუქტურის ძალიან მაღალ დონეზე. და რა თქმა უნდა შემდეგში უფრო მეტი შედეგისვინ აუცილებელია. ბოლო 10 წლის განმავლობაში მიდის მშენებლობები ძალიან ბევრი სტადიონების და მაინც არ არის საკმარისი. რაც მეტი იქნება ჩვენს ქვეყანაში სტადიონები, რა თქმა უნდა მეტი ბავშვები იქნებიან დაკავებული ამ სტადიონებზე და სტადიონი მნიშვნელოვანია. ეკონომიკური წინსვლა, რეკორდულად გაზრდილი ტურიზმის მაჩვენებლები. ქვეყანაში შემოსული ახალი საერთაშორისო ავიაკომპანიები, მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, ბიზნესის განვითარება არის პირდაპირი შედეგი იმ გონივრული, მშვიდობიან განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკის, რომელსაც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ქართული ოცნების ხელისუფლება ატარებს.